როგორც ხვდები, შენ ჩვენი ოცნების სახლში გადადიხარ საცხოვრებლად. მეც გულწრფელი მინდა ვიყო შენთან. იქნება ამ იდეაზე კარგად დაფიქრდე. დროებით. ნერი ეს რა არის? დამაცადე. გამარჯობა. კეთილი იყოს, კარგია რომ მოხვედი. მანიკურზე მოვედი. 2 წუთში მოვალ. ნეტა ვიცოდე, რა რძალი მყავს ნერი. ჩემი გოგო ისეთი ლამაზი და საოცარი გოგოა, არ მკითხო. არც გეკითხები. ოდან უმკითხავ, მაინც მოგიყვები. ზოგ-ზოგიერთს კი არ გავს, უზრდელს. ენა რომ გადმოუგდიეთ, ბევრს რომ ლაპარაკობენ. ვერ მიკეთებ ამ თმას, დამაცადე. რას მფხან? მე მოცულობა მინდა. ფენი არ გაქვს? დავარდნელი თმები მაქვს, ვერ ხედავ? მაშინ წადი სხვაგან ზუმროთ. შეხომელიტა ხარ. საბრალო აუცილებლად არიდარდო. ახლა წადი და ლიმონათი მომიდანე. და ლევ ზეინო, არ მინდა. წადი, თავზე რას მადგახარ. ღმერთო, მადლობა. დიდება შენ სახელს. ოცნების რძალი მყავს. როგორც იქნა, ძლებს მეყოლება კარგი რძალი. მადლობა ღმერთო. არ ვიცი როგორ გადაგიხადო, მადლობა. დეიდა ზუმროთ, ამ გოგომ რა დაგიშავა? ვინ გოგომ? ესრამ. მიუხედავად იმისა, რაც გააკეთე, არაფერი უთქვამს. ნორმალური ქორწილიც არ ქონია. სახში ნივთები აკლდა. ყველაფერს შენი გემოვნებით აკეთებდა, მაგრამ ოდესმე ერთი სიტყვა უთქვამს? კარგი ხო, ნუ აზვიადებ. არ ვაზვიადებ. დეიდა ზუმროთ, ოზანს ოცნება რომ აესრულებინა, 24 საათი მუშაობდა, გაიხსენე. რამდენჯერ მოსულა დაღლილი ეს გოგო? რა ეს გოგო? რატომ გაჩუმდი? ასეთი რა დაემართა ამ გოგოს? არაფერი, არის რაღაც, თუ დაიწყე დაამთავრე კიდეც. მიდი მითხარი, რა მოხდა? დეიდა ზუმროთ, ბედნიერებას გისურვებ ახალ რძალთან. მადლობა შვილო, შენც ასე გაგმართლებოდეს. მაგრამ შენ ვინ მოგიყვანს ცოლად? ძმაო, რა შვები, სვამ? მოდი მუსა. კეთილი იყოს შემშეულებაზე. მშვიდობით თავისუფლება. დაჯექი. ან არა, არ დაჯდე. სადღაც უნდა წავიყვანო. სად? ერთხელ მაინც არაფერი მკითხო. წავიდეთ. ძმაო, რაიონში მოვედით, დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ, მუსა. მიდი მარჯვნივ გააჩერე. გავგიჟდები, მართლა გავგიჟდები. რა მდგომარეობაში ხარ, ძმაო? აქ რატომ მოხვედი? გაჩვენდი. უკანასკნელად მინდა რომ შევხედო. მანქანიდან გადმოდი სწრაფად. წავედი. აქ რას აკეთებ? უდგავარ. აკრძალულია? რამე პრობლემაა? აკრძალულია. ხო, აკრძალულია. შენ ცოლი მოყავს, აქ მოსვლა არ შეგიძლია. მართალი ხარ. არ უნდა მიყურებდე. მართალი ხარ. გააქვს რამე სათქმელი? არა. შვენიერია, ასეც ვიცოდი. ახლა კი მანქანაში ჩაჯექი და აქედან წადი.
რა გააკეთე ძმაო? დავემშვიდობე მუსა. მეგობრებო, დეტალები დაამთავრეთ. კამერის ადგილი გამოყავით. ესეც წაიღეთ. სხვა არავინაა? დანარჩენებსაც დაუძახეთ. იპეკ, კონდიტერს ელაპარაკე. ახლა დაურეკავ. კარგი, მიდი სწრაფად. ყველაზე კარგი დედამთილი თქვენს წინაშეა. ზუმრუდ კორფალი. ტაში დამეკარიშვილო, მიდი. დედა, სად არის შენი ძველი სამოსი? რა ხდება? არისტოკრატობა გადაიფიქრე? ხო, მომბეზრდა. თანაც ზუმრუდ კორფალი ერთადერთია. ჩემზე ილოცონ. მძახალი გაიცნო და უკვე ეჩხუბა. მძახალზე გამახსენდა. წავალ, ძველ მძახლებს მოვინახულებ. დღეს ჩვენი დღეა, სხვა დროს ასეთი შანსი არ მექნება. წავალ, ნერვებს მოუშლი. დედა გაყოფა ამ ხალხს თავი დაანება, ძალიან გთხოვ. გამოიწიე, სარკეს მოშორდი. შემომხედე. ხედავ, რომ ეკოს მიმართ მოლბი. ამ თემაზე მერე ვილაპარაკოთ. დღეს ჩემ შვილს ცოლი მოყავს და ხასიათს ვერაფერი გამიფუჭებს. მომწერეს მანქანა მოვიდა. წავედით. კარგი, მაგრამ ჯერ მენექშეს ვნახავ. წამოდი, 2 წუთი დამჭირდება. ელიფ, გავიდეთ, სანამ საშინელებას დაატრიალებს. კარგი, გასაღებს ავიღებ. დამელოდე. კარგი. სად არის? ჩემ შვილს შეხედეთ. დედაზე როგორ ზრუნავს. ყველაფერზე წინასწარი ფიქრა. მანქანა გამომიგზავნა, თუმცა მანქანა რბილად ნათქვამია, ნამდვილი ტანკია. ზუმრუდ, რა ხდება? რაც გინდოდა ის ჩაიცვიდე, შენი უკულტურობა გამოამჟღავნე? უკულტურობა არა ძვირფასო, სიმდიდრე. თუმცა შენ საიდან დაიცოდე? მენექშე, ქორწილიდან ბევრ ფოტოს გამოგიგზავნე და გაჩვენებ, რამ დიდარ და ელიტურ ხალხში ვარ. როგორც იქნა, ჩემი დონე ვიპოვე. მე შენ გაჩვენებ შენს დონეს. მოიცადე, დედა მანქანაში. არა. უნდა რომ თავს დამესხას და გამჩეჩოს. კაბა დამიხიოს, შემარცხვინოს. კარგად ვიცნობ მას. რეიხან წაიყვანეთ, რომ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, წადი. კარგი, რა გჭირს, მშვიდად ნუჩქარობ. წავედით. მენექშე, 1 წუთით ვიდეოს გამოგიგზავნე. სტამბულის სანაპირო იცი? მანათობელი ხიდია ანატოლიისა და ევროპის დამაკავშირებელი. მაგრამ საიდან დაიცოდეს? საბრალო, საცოდავი. დაო, წავედი ელიტაში. წავედით. მანქანა რამხელაა, 3 ოთახიანი სახლი გამოვა. კარი არ დაკეტო, ღია კარით წავიდეთ. წავიდეთ, მორჩა. რა იყო, რა მოხდა მენექშე? შენ წამოდი გინდა? მოდი გამოიქეცი. ჯერ არ ჩაგიწონს ძმაო, გვაგვიანდება. არ დაგვაგვიანდება, მოსა 5 წუთის საქმეა. ხო, მაგრამ ზოგჯერ 5 წუთიანი საქმე ყველაზე რთულია, მარტივი არ არის. არა, ძმაო. არა, მოსა, კმაყოფილი ხარ? არა, კმაყოფილი რატომ უნდა ვიყო? ჩემს თვალწინ შეცდომას უშვებოზან. ძმაო, გთხოვ, უარი თქვი. ბოლო შანსი გაქვს. ჭაღლას დაურეკე, დაელაპარაკე. სხვა გამოსავალი არ მაქვს, მოსა. თავს მოეტყუებ, უკან დასახები გზა მოჭრილია. ესეც გავრეცხე. სუფთაა, აქ დავდებ. დედა, არ გინდა წიწაკების კონტეინერებიც გავრეცხო კარგად. რა სიტყვი? მე, დედა,
კედლები არ უნდა შეგვეღება? დღეს შევღებოთ, ყველაფერი გავაკეთოთ. დღეს? ხო, დღეს. ერთად გავაკეთოთ, კარგი? ესრა. რა? ესრა შულო, კარგად ხარ? შეკვეთა? ძმა ლიფს მიუტანო? მისი საჭმელი არა? მე წავიღებ დედა, წავედი. ეკო წაიღებს, მე წავიღებ. მოვიდა. რა ხდება? ძვირფასო რა ხდება? ისე იქცევა თითქოს კარგადაა, მაგრამ ძალიან ნერვიულობს საბრალო. მიპასუხე, ოზან, მიპასუხე. კარგი, თუ შეიძლება მერე გავაგრძელოთ, მარტო მინდა დარჩენა. კარგი, ქალბატონო ჩაღლა. კარგი. ჩაღლა რაც აკეთებ, არ შეეხო. დედა გამიშვი, არ შეეხო მეთქი, გეყოფა, მომეცი. არ გაბედო. დედა რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ? 2 საათი დარჩა ქორწილამდე და ჩემი საქმო ტელეფონზე არ მპასუხობს. ქორწილის მერე იმ სახლში გადავდივართ, რომელიც ყოფილ ცოლს უყიდა. რა უბედური და საწყალი ვარ. ასეთი როგორ გავხდი? ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდი? ვინ ვარ, რას ვაკეთებ? გეყოფა, დამშვიდი. წყალი მოიტანეთ. დამშვიდი და მომისმინე. ახლა ფიქრობ, რომ ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ დამიჯერე, ყველაფერი დაალაგდება. ოზანი დაგირეკავს, გესმის? ძალიან კარგი ქორწილი გექნებათ. თქო, დამშვიდი, ჩემო ერთადერთო. თანაც ვალდებული არ ხარ იმ სახლში იცხოვრო. უამრავი სახლი არსებობს, გესმის? უარი არ თქვა ბედნიერებაზე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მეც ასე ვფიქრობ. თუ ოზანი უფლებას მომცეს, გავაბედნიერებ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, უბრალოდ უნდა მიმიღოს და მორჩა. უფლება მომცეს, რომ მიყვარდეს, სხვა არაფერი მინდა. ვიცი, ძვირფასო, ვიცი, დრო მიეცი. მოითმინე, დააცადე, გესმის? ახლა გიგთხო, რომ დამშვიდდე. მადლობა. უკეთ ხარ? უკეთ ვარ. დედა, კარგად ვარ, რადგან დღეს ცოლად ჩემს საყვარელ ადამიანს მიყვები. ჩემი გოგო. ხომ გეუბნებოდი? ოზან, სად ხარ? მთელი დღე აგირეკავ და არ მპასუხობ, ვინერვიულე? ტელეფონი უხმორეჟენზე მქონდა და არ მისმოდა. ყველაფერი კარგად არის, მზად ვარ. შემიძლია გამოგიარო. კარგი, მეც თითქმის მზად ვარ, მოდით ერთად წავიდეთ. კარგი. 1 საათში გნახავ. დროებით. მიდი, მოიმზადე სწრაფად, არა ლოდინა. შეგიძლიათ მოხვიდეთ, გავაგრძელოთ. დაუძახე დედა, ოზანი მოდის. ესრა. ტირი? არ ტირი. რაღაც ჩამივარდა თვალში. მოდი ჩამხედე და ნახე რა არის. ესრა, გინდა ვილაპარაკოთ? ზეინო, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ყველას ლაპარაკი უნდა. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რამე სალაპარაკო დარჩა? რა შევცვლით ლაპარაკეთ? ისევ რაღაც ჩამივარდა თვალში, ვერა მოვიღე. წავედი. რაღაც მაინც შეიძლება შეიცვალოს. მუსა, სად არის ქორწილი? ოზანს სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო. თუ გინდა თქვა, რომ შეცდომას უშვებ, გაჩვმდი. ახლა ამის მოსმენის თავი არ მაქვს. მინდოდა მეთქვა, რომ ულამაზესი ხარ. მართლა? ძალიან ლამაზი ხარ.
თუ ოზანი გაბედნიერებს, შეგიძლია მასთან იყო. მე სხვა გზა არ მაქვს, უნდა შევეგუო და ვენდო. იმედი მაქვს ბედნიერი იქნები. მართლა ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა. მე შენზე ძვირფასი არავინ მყავს ჩემო ტყუპის სალო. ჩინა, ეს ყველაზე კარგი საჩუქარია დღეს. მოიცადე, მაკიაჟს გამიფუჭებ. ო, კარგი, არ გაგოცებ. მართლა ლამაზი ვარ? ძალიან. ძალიან ღელავ. მამა, შენ რა ტირი? არა, მამა არ ეტირო, თორემ მეც ვიტირებ და მაკიაჟი გამიფუჭდება. იცოდე, არ გაპატიებ. კარგი, კარგი, მოდი ჩაგეხუტო. მოდი ჩემთან შემოვატარავ. ბედნიერი ოჯახი ჩემს გარეშე, მეც მოვალ თქვენთან. იეჭვიანა. ჩემი ნებიერა. ჩემი პაწაწონა, კარგია რომ მყავხართ. Çok şıksınız ya, çok değerli bir kıyafet. Nereden aldınız? Tamam hadi yolu kapıyorsun. Sen çok şıksın. Ama yolu kapıyorsun. Hadi. Yolu kapıyorsun. Hadi gidin artık. Hoş geldiniz. Merhaba. Ay hiç yakışmamış kıyafete bak. Ay Allah aşkına. Çocuklar hoş geldiniz. Şöyle buyurun. Kız gel öpeyim. Ay Neyse bak. hadi. Hadi. Şöyle uzakta bir yere. Ay. შენი სტუმარი მოვიდა? არავის არ ველოდები ჩარლა, ხალხს ვუყურებ. რაღაც მაინტერესებს. ასეთი მშვიდი როგორ ხარ? მე ძალიან ღელავ. ნეტავ შენსავით მშვიდი ვიყო. ქალბატონო ჩაღლა შეიძლება შემოვიდე? დიახ, რა თქმა უნდა. შეგვიძლია ბოლო დეტალები გავიაროთ. კარგი, მოვდივარ. მალე მოვალ. კარგი. შეგიძლიათ დამეხმაროთ. რა თქმა უნდა. მადლობა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი სახელი. მეგობარი ვარ, ერთი წუთით. ოზან. ზეინებ, აქ რა საკეთებ? ოზან რაღაც უნდა გითხრა. არაფერი არ მეთხრა, ყველაფერი მორჩა. ოზან ეს რა გაბრაზებული იყო, როცა დაშორდით. ეს რაზე ნომელაპარაკები გესმის? ვერ ხედავ რომ ქორწილი მაქვს. ოზან ეს რას მიზეზი ჰქონდა? ჩემი აზრით სიმართლე უნდა იცოდე. დიდი მადლობა, გამატარე. რა ხდება ძმაო? მუს არაფერი მკითხა, სად მიდიხარ? არ მკითხო მეთქი. რა არ გითხა? ცერემონია დაიწყება. რა მოხდა? ვერაფერი გავიგე. გასაღები აიღო და წავიდა. სად წავიდა? ალბათ ეს რა ხმას არ გამცემს, მაგრამ ახლა დამშვიდდი, ეს უნდა გამეკეთებინა. მზად ვარ.
შეგერგოთ, აინებეთ. ეს რასად არის? რა ესრა კითხულობ კიდეც, არანაირი ესრა, დაახვია. ეკრა მნიშვნელოვანია, სად არის? არ ვიცი, მითხრა სანაპიროზე მივდივარო. ერთი ამას უყურა. სიძის კოსტიუმი აწვია და ესრას ეძებს. რა ხდება? სტუმრები მოვიდნენ. სიძე პატარძალი სად არის? ვერ ვხვდები, ნეტავ რამე ხომ არ მოხდა. არ ვიცი. რა უნდა მომხდარიყო? სისულელეს ნუამბობთ. ემზადებიან და მალე მოვლენ, დაელოდეთ. კარგი, უბრალოდ დაგვაინტერესა. ჩუმად. დამშვიდდი, მალე გამოჩდება. დედა ნუ მომშვიდებ, ცერემონია უნდა დაიწყოს და ოზანი გაქრა. ჭაღლა, იქნებ რამე დარჩა და ასაღება წავიდა. ცუდზე არ იფიქრო, ძალიან გთხოვ. დედა ოზანი როგორ უნდა ვიპოვო? მისი ტელეფონი აქ არის, რა ვქნა? რა გავაკეთო? ჭაღლა, სად ხართ? ყველა თქვენ გელოდებათ. ჩინარ, ოზანს ვერ პოულობ, არ ვიცი სად არის. რას ნიშნავს არ იცი? არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები. მისი ტელეფონი აქ არის, მაგრამ ვერ პოულობ, ისევ იგივე დამემართება, ისევ შევწყვები ჩინარ. კარგი, შვიდად. ღრმად ჩაისუნთქე. ოთახში წავდი და მშვიდად იყავი, მე ოზანს ვიპოვი. მიდი შემოლამაზო, მშვიდად. არაფერია, არ ნერვიულო. ვიპოვი და მოვიყვან. სად ხარ, ოზან, სად? ესრა. ოზან. აქ რა საკეთებ? უნდა ვილაპარაკოთ. რაზე, ოზან? რაც გავიგე მართალია. რა გაიგე? რატომ მოხვედი, აქ რა საკეთებ? ჩვენს განშორებამდე რა მოხდა ესრა? ბავშვი მართლა დავგარგეთ? უფლება მაქვს ვიცოდე. მუსა. ოზანი სად არის, ვერ პოულობ. მუსა, ოზანი სად არის? ჩემი მანქანა წაიყვანა და წავიდა, არც მე არ ვიცი, არაფერი უთქვამს. ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობდი, ვიღლებოდი. არ ვისვენებდი. მერე საავადმყოფოში მივედი რაღაცის გამო. არ მახსოვს რატომ. მაშინ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ძალიან შემეშინდა. ოზან, ჩვენ ორი უცხო ადამიანი ვცხოვრობდით ერთ სახლში. არ ვლაპარაკობდით. ერთმანეთს არ ვუსმენდით. ზოგიერთ ღამეს გვციოდა, რადგან გადასახადებს ვერ ვიხდიდით. სახლს ვიყადაღებდნენ, სხვა რა უნდა დაგმართნოდა. ასეთ პირობებში ბავშვს ვერ გავზრდიდი. ჩემ შვილს ამას ვერ გავუკეთებდი, არ შემეძლო. ვიფიქრე. ორი კვირა მოჩვენებასავით დავდიოდი, ცუდად ვიყავი. ასეთი ბრმა როგორ ვიყავი? როგორ ვერ მივხვდი რა გადაიტანე? ბევრს მუშაობდი. ცდილობდი პროექტი გაგეყიდა. სულ შეხვედრებზე დადიოდი.
მოწყენილი ბრუნდებოდი და არ მინდოდა დამეთრგუნე, რადგან ამბიციები გქონდა, მუშაობას აგრძელებდი. ამ პერიოდში მივეჩვიე, რომ ორსულად ვიყავი და აზრით შევიცვალე. ფიქრობდი ძლიერი ვარ, ყველაფერს შევძლებ მეთქი. აღარ მეშინა და მომავლის. როცა შენთვის ვაპირებდი თქმას იმ დღეს, იმ დღეს მოხდა ყველაფერი. მაღაზიაში ვიყავი, მუშაობდი. უცებ მუცელი ამტკივდა. მერე კი აღარაფერი მახსოვს. გონება დავკარგე და საავადმყოფოში წამიყვანეს. გონს რომ მოვედი გვიანი იყო. მუცელი მომეშალა. მე დედამისი ვიყავი. უნდა დამეცვა, მაგრამ ვერ შევძელე. როცა ეს მოხდა, მე სად ვიყავი ეს რა? რატომ არ დამირეკე? დაგირეკე ოზან. რა თქმა უნდა დაგირეკე, თანაც არაერთხელ. მაგრამ ვერ დაგიკავშირდი. მუშაობდი. სახში ზეინომ მომიყვანა. ღამე შენც მოხვედი. როცა შემომხედე, ვერაფერს მიხვდი. მხოლოდ ეს მახსოვს. ვერაფერზე გელაპარაკებოდი. ვერც ტკივილს გიზიარებდი და ვერც სიხარულს. ამიტომაც გადავწყვიტე განქორწინება. ძალიან უწუხარა. რომ ეს ყველაფერი მარტომ გადაიტანე. მართლა ძალიან უწუხარა. მაგრამ შეგეძლო გეთქვა ეს რა? რომ ცოდნოდა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ნეტა ცოდნოდა. არ იქნებოდა. არაფერი შეიცვლებოდა. სად არიან? წავალ ნახავ. სად არიან? წავალ ნახავ. დედა და ჯეკი ახლავე მოვლენ, მოდი. ვნახავდი. დააცადე მოვლენ. მადლობა ღმერთს. თვალი არ გეცეთ. როგორც იქნა გამოჩდნენ, მეგონა ქორწილი ჩაიშლებოდა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩემი ბიჭი, ჩემი ლამაზი რძალი. მოწმეებს ვთხოვ მობრძანდნენ. პატივსამოწმო სტუმრება, კეთილი იყოს ჩაღლა ილმაზის და ოზან კორფალის საქორწინო ცერემონიაზე. ბატონო ოზან, ქალბატონო ჩაღლა, თქვენ შემოიტანეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ქორწინების დაკანონება გნებავთ. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ, რომ წინააღმდეგობა არ არსებობს. და ჩვენ კიდევ ერთხელ გკითხავთ, მოწმეების და სტუმრების თანდასწრებით. თქვენ ჩაღლა ილმაზ, მზად ხართ გაჰყვეთ ცოლად ოზან კორფალს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე? დიახ. და თქვენ ოზან კორფალ, მზად ხართ მოიყვანოთ ცოლად ჩაღლა ილმაზის საკუთარი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე?